may know. შეიძლება იცოდეთ, ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ვარ ნამყოფი და ესე იგი 19 წლის წინ მაშინ მე მუშაობდი EUTO-ში, როგორც მას მაშინ თქვა, ოღონდ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოში. ის ცვლილება, რომელსაც მე ვხედავ საქართველოში დღეს 19 წლის შინ, მართლაც რომ უზარმაზარია. რაც არ შეცვლილა ამ პერიოდის განმავლობაში, გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების განწყობა, რომ იყოს საქართველოს პარტნიორი, გააგრძელოს თანამშრომლობა იმისთვის, რომ საქართველო მიაღწიოს პროგრესს. Make progress here. ზუგდიდში ჩემი პირველი სტუმრობა, მაშინდელ რაც საქართველოს სამი კვირის წინ ჩამოვედი და ვცდილობ ნახო ჩემი თვალით შევაფასო თუ როგორია წინასარჩენო გარემო. და ჩემი გზავნილი გახლავთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ელის, რომ როგორც ზუგდიდში, ასევე დანარჩენ საქართველოში მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, რომ გააკეთოს თავისი არჩევანი სიმშვიდის გარემოში, რომელიც იქნება თავისუფალი ზეწოლისგან თუ დაშინებისგან. ჩემი შთაბეჭდილებით ამჟამად პროცესი პროცესის ალბათ კონკურენტულია. Actually, that ხომახსენებთ იმას, რომ გუშინ აღინიშნა 19 წელი სოხუმის დაცემის დღიდან. ეს იყო 1993 წლის აგვისტო, როდესაც სახელმწიფოს მეთორმე შევარდნაძემ მაშინ მიუწვია უცხოელი დიპლომატები იმისთვის, რომ ეჩვენებინა თუ რაოდენ რთული იყო ვითარება. და როდესაც გუშინდა დღეზე ვსაუბრობთ, თუ რისი სიმბოლოა იგი, ჩვენ ნამდვილად რომ დამწუხრებული ვართ იმით, რომ ხალხი ამ რეგიონში კვლავ გაყოფილად ცხოვრობს ხელოვნური ბარიერის მეშვეობით. არის პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს სოციალურ, ეკონომიკურ ჯანდაცვის სფეროში, კავშირებს ადამიანებს შორის, ხალხთა შორის დონეზე ურთიერთობას და ეს ასაკურველი პროცესს, დათბობის პროცესს, ნდობის აღდგენის პროცესს ხელს უწყობს. და მიუხედავად იმისა, რომ ჟენევაში მიმდინარეობს მაღალი რანგის დიპლომატიური შეხვედრები, რომელიც მოიცავს ყველა მონაწილეს და ეს თავის ტემპით მიმდინარეობს, ადგილზე არის პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობების აღდგენას, დათბობას და მას თავისი დადგენას. და თუნდაც ესეთი რადიო პროგრამა, რომელიც თქვენ გაქვთ, რომელიც ფარავს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს, იგი რეალურად ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობის და კომუნიკაციის შენარჩუნებას.